ქალთა საზოგადოების ჟურნალის ახალი სერიის პრეზენტაცია გაიმართა განსაკუთრებულ ატმოსფეროში, რომელიც ახსავსე იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და მოგონებებით. ეს ღონისძიება გამოირჩეოდა უნიკალური გარემოთი, სადაც თავი მოიყარეს არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ქალბატონებმა. დამსწრეებს საშუალება მიეცათ სიღრმისეულად გაცნობოდნენ ახალი ჟურნალის კონცეფციას. პირადად შეხვედროდნენ იმ გამორჩეულ ქალბატონებს, რომელთა შესახებაც ჟურნალში იყო საუბარი და უშუალოდ ესაუბრათ მათთან პროფესიული გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ, რამაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ეს შეხვედრა. დღეს ჩატარდა ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის პრეზენტაცია. მოწვეული იყვნენ საკმაოდ ბევრი ბიზნესმენი, წარმატებული ქალბატონები, ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც ფაქტიურად ჩაატარეს მასტერკლასები და თავიანთი წარმატების ისტორიები გაუზიარეს იმ ქალბატონების, რომლებიც არიან ჩვენი ორგანიზაციის სტარტაპელი ქალბატონები და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ეს იყო პრეზენტაცია, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ არ ჩაუვლია დიდი აღფრთოვანების და ინტერესის გარეშე, საკმაოდ ბევრი დაინტერესებული სტუმარი დაესწრო ღონისძიებას და ლიდერ ქალთა ორგანიზაცია 22 ივნისს უკვე გეგმავს ღონისძიება, რომელიც ჩატარდება ძუძუწკიბოდ დაავადებული ქალბატონებისთვის, გაიმართება ასე გრანდიოზული ღონისძიება და აქვე მინდა დავაანონსო, რომ ლიდერ ქალთა ორგანიზაცია 21 მაისიდან 10 დღის ჩათვლით ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში სპეციალურად მიწვევით არის მივლენილი ბიდის აკადემიასთან ერთად და ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეებს გვერდებათ. ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის პრეზენტაცია, სადაც დღეს მე-9 ნომერი გამოვიდა და ჟურნალის პრეზენტაცია, რომელიც გამორჩეული ადამიანების, მათი ისტორიების გადმოცემით დღეს საერთაშორისო მასშტაბით გადის ეს ჟურნალი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში. მინდა მიულოცო ორგანიზატორებს, ყველა წარმატებულ ქალბატონებს, ყველა წარმატებულ ბიზნესმენებს, ყველა ეტაპის პირველ ნაბიჯებს. გაიმართა ლიდერ ქალთა საზოგადოების ერთ-ერთი ჟურნალის მე-9 ნომრის პრეზენტაცია. მოწვეულები იყვნენ ძალიან ბევრი სტარტაპერები, რომლებიც ახლა იწყებენ და ზოგს დაწყებულიც აქვთ. რა თქმა უნდა, თავიანთი საქმიანობა. ძალიან ლამაზი საღამო იყო, ძალიან დიდი მადლობა ნათია შათერიშვილს. შეიკრიბნენ საზოგადოება, ბიზნესმენები და სხვადასხვა სფეროში ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ და გვიამბობდნენ იმ თავიანთ საქმიანობის და თავიანთ წარმატებების შესახებ და მე ძალიან მოხარული ვარ, ძალიან მადლობელი ვარ, რომ ასეთი საღამოები შედგა და კიდევაც შედგება. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ვიმყოფებით ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის პრეზენტაციაზე, სადაც მოწვეულები არიან ბევრი ლიდერი ქალები, ქალბატონები და განვიხილავდით თითოეული ქალბატონის წარმატების საიდუმლოს. ასე ვთქვათ. თითოეული წარმატებული ქალის საიდუმლოს, რომელიც გამოიყურება ძალიან დიდ ისტორიად. დღეს მე ვიმყოფები ლიდერ ქალთა საზოგადოების ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც არის თეთი ჟურნალის პრეზენტაცია. ლიდერ ქალთა საზოგადოებაში მოვხვდით ჩვენ ქალბატონები, გამარჯვებულ ქალთა კლუბის არსებობს ესეთი ორგანიზაცია, სადაც არიან გაწევრიანებული 800 ქალბატონი, რომელთაც დაამარცხეს ძუძუწკიბო და ეს ორგანიზაცია 10 რეგიონში არის დაფუძნებული და ამ ორგანიზაციას ძალიან ბევრ კარგ საქმეებს უკეთ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქალბატონებს ძალიან ბევრ კარგ სიკეთეს უკეთებ. ერთგვარი შემაჯამებელი საღამოა ლიდერ ქალთა საზოგადოებამ თავი მოუყარა გამოცდილ ბიზნეს ქალბატონებს, სტარტაპერებს, გააცნო ჟურნალში გამოქვეყნებული გმირების ისტორიები, გამოცდილება. დაამტკიცეს ჩვენმა ქალბატონებმა, რომ მარტო მამაკაცები არ აკეთებენ დიდ ბიზნესს და დიდ საქმეს, თურმე მაღალ ქუსლებზე შეიძლება ბიზნესის კეთება და ძალიან კარგად კეთება. მისაბაძები არიან, სამაგალითოები არიან და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ ისინი კონკურენტები არ არიან ლიდერ ქალთა საზოგადოებაში. ისინი გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და ეხმარებიან მოკლე დროში შეცდომების გარეშე მიაღწიონ მაქსიმუმს, იყვნენ წარმატებულები ბიზნესში, რომელიც საწინდარია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო საქმეებში.